24 წელს ეკონომიკაში პრემია მიანიჭეს აჩემუღლუ, რობინსონს და ჯეიმსონს. მოკლედ ეს აჩემუღლუ და რობინსონი ორი ავტორია, რომელიც ამას ვყვები ხოლმე, ჩემი საყვარელი ავტორებები არიან, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკის და დემოკრატიის კორელაციაზე. მათი ცნობილი წიგნია რატო ფეილდებიან ნაციები, სახელმწიფოები და ვიწრო გასასვლელი. სადაც აი ვიწრო პირველ შემთხვევაში მოკლედ რო გითხრათ, პირველი იდეა არის, რომ არსებობს ექსტრაქტიული საზოგადოებები, როდესაც პატარა ჯგუფი პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაციის გზით რესურსებს იღებს და აკონტროლებს და ინკლუზიური საზოგადოება. ინკლუზიური საზოგადოება არის, როდესაც თანაბრად ინკლუზიურია რესურსების განაწილება და უამრავი მაგალითი მოყავს იქ. უამრავი მაგალითი მოყავს უამრავი მადლობა განათების გადარჩენისთვის. უამრავი მაგალითი მოყავს შედარებით გვერდ-გვერდ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოების როგორ ვითარდებიან ინკლუზიური საზოგადოებები. მეორეში არის მეორის მოკლედ რო გითხრათ, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადარებს ორი ესე იგი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციები და საზოგადოებრივი ინსტიტუციები. თუ ორივე სუსტია საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუციები, მაშინ ვიღებთ ომი ყველას წინააღმდეგ. ჰობსის ცნობილი ქაოსი. თუ ძლიერია საზოგადოებრივი ინსტიტუციები და სუსტია სახელმწიფო ინსტიტუციები, მაშინ ვიღებთ რას? პატრიარქალურ წყობას, როცა მაგალითად კრიმინალს აჩერებს სისხლის აღება. რაღაც ესეთი წესები რა, თვით თემის წესები, ასე ვთქვათ, თემური წესები. და თუ ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუციები და სუსტია საზოგადოებრივი ინსტიტუციები, რომლებიც ვერ ბოჭავენ, ვიღებთ დღევანდელ ვიღებთ საქართველოს. და აი ეს ვიწრო გასასვლელიო, ანუ ვიწრო გასასვლელი კორიდორი, გასასვლელი არის, სადაც ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციებს უპირისპირდება ძლიერი და ბოჭავს ძლიერი საზოგადოებრივი ინსტიტუციები. ნახეთ ახლა ჩვენი შემთხვევა გავიხსენოთ. 200 თუ 200,000 და 300,000-მდე ვიყავით ზაფხულში, ქუჩაში. უპრეცედენტოდ დიდი რიცხვია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რეჟიმმა გაბედა, კანონიც მიიღო და არჩევნებიც გააყალბა. არჩევნები მოვიგეთ, ვართ უმრავლესობა. მაგრამ მაინც თავის შუაზეა. რატომ? იმიტომ რომ არ ვართ სტრუქტურირებულები, ვართ გათითოკაცებულები, ფრაგმენტირებულები. ამიტომ გამოსავალი არის იმაში, რომ დავიწყოთ სტრუქტურირება. ამ სტრუქტურირება ჩვენ პროტესტში თუ არ ჩავდეთ, პროტესტის დნმ-ში თუ არ დევს აი ესეთი საზოგადოებრივი შემბუჭველი საზოგადოების მიერ ხელისუფლებების შემბუჭველი ინსტრუმენტები, მერე ვიღაცა რომ მოვა ემოციურ მუხტზე, ამათ რო გადავაგვერდთ ხო ყველამ თანხმდებით, მაგრამ მერე რომ მოვლენ ვიღაცეები, ისინი მერე 5 წელიწადში შეიძლება ისევ გასაყრელები ყავდეს. ამიტომ რითი განსხვავდება სულ ამას კიდევ ვიმეორებ ხოლმე. ფრანგული რევოლუცია, ტირანია დაამარცხა, მაგრამ არა ტირანია. ამერიკულმა რევოლუციამ დაამარცხა ტირანია როგორც სისტემა და დააფუძნა კონსტიტუცია, რომელიც არ უშვებდა, გამორიცხავდა ვინმეს ხელში ძალაუფლების მიტაცებას და დომინაციას, ხო? ამიტომ ჩვენ ეხა რაც გონია, რაც უნდა ვაკეთოთ ეხლავე, ეს არის დავიწყო სტრუქტურირება. და აი შეგიძლიათ ნახოთ 3w.geoassembleia, როგორც გესმით, .org. იქ არის მათ შორის ეს არის საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება, რომელიც სულ ხა იწყება, ჩანასახში ვართ, ერთად მუშაობთ ყველანი, ქვევიდან ზევით მიდგომაა სწორედ და მათ შორის არის სწორედ ეგ საკითხები. მათ შორის ერთ-ერთი არის ძალაუფლების გადანაწილების საკითხი. რა თქმა უნდა, უპირველესი არის, როგორ დავასრულოთ ეს ხელისუფლება, როგორ მოვახდინოთ საზოგადოების სტრუქტურირება და მობილიზაცია დღეს იმგვარად, რომ ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, მაგრამ იმავდროულად ყველა სხვამაც იცოდეს, რომ როცა მოდის აქ უკვე საზოგადოება ხვდება. ანუ ეს არის ჩვენ შევქმნათ მრგვალი მაგი და პირობითად უხეშადობამ, ანუ სტრუქტურა, სადაც ნებისმიერი ხელისუფლება კი არ გიძახის ამოდი დავილაპარაკოთო, არამედ ეუბნები რომ დაბრძანდი და ეხლა მოგვიყევი რას აპირებთ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს არ დასრულდება. ამიტომ გამოსავალი მგონია ჩვენ ბევრნიც ვართ და თან გონივრებიც და როგორ უნდა გვაჯობონ? ვერ გვაჯობებენ. ერთადერთი რაც გვაკლია არის სტრუქტურირება, რა, გონივრული სტრუქტურირება.